დღევანდელი ასტროპროგნოზის ეპიზოდში ვისაუბრებ სატურნის გადასვლას თავზების ზოდიაქოს ნიშანში, რომელიც სამყაროსთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა. და ზოგადად ამ პერიოდში ბევრ ვიდეოს შემოგთავაზებთ თვითონ ასტროლოგიიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება ხდება და ძალიან ბევრ რამეზე აისახება ზოგადად მსოფლიოში ეს ყველაფერი. დღევანდელ ეპიზოდში მოდი დავუთმოთ სატურნს, იმიტომ რომ პირველი სატურნი იცვლის თავის ნიშანს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის და სატურნი ვედური ასტროლოგიის თანახმად 29 მარტს 2025 წლის გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში. გთხოვთ ყურადღება გამახვილოთ იმაზე, რომ მე ვარ ვედი ასტროლოგი, ვსაუბრობ მხოლოდ ვედური ასტროლოგიიდან გამომდინარე, რომელიც არ იკვეთება დასავლური ასტროლოგიის პროგნოზებთან, არის ორი განსხვავებული ასტროლოგია და ამას აუცილებლად უნდა მიაქცევთ ყურადღება, რადგან სხვა ასტროლოგები იტყვიან სხვანაირად და ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე მათგანი ცდება, უბრალოდ ორი სხვადასხვა ასტროლოგია გვაქვს. ჩემ არხზე კი ყოველთვის შეხვდებით ვედური ასტროლოგიის პროგნოზებს, შეგიძლიათ მოусვინოთ, გაითვალისწინოთ. ამ ვიდეოში ვისაუბრებ ზოგად ტენდენციებზე, თუ დედამიწაზე რა მოხდება და როგორ შეიცვლება. მაგრამ რა თქმა უნდა, შემდეგ ეპიზოდში შემოგთავაზებთ თითოეული ასცენდენტისთვის სატურნის ამ ტრანზიტს სხვადასხვა სახლებში, თქვენთვის კონკრეტულად რა როგორ შეიძლება განვითარდეს, ან რა ტენდენციები შეიძლება შემოიტანოს სატურნმა ზოგადად თქვენს ცხოვრებაში ამ პერიოდში. თუმცა ძალიან კარგი იქნება თუ ზოგად ტენდენციებსაც გაიცნობით, ანუ ამ ეპიზოდში რაც მინდა რომ ვისაუბრო, იმიტომ რომ უფრო კარგ წარმოდგენას მოგცემთ ზოგადად სატურნის არსთან და მის ფუნქციასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს, რატომ მუშაობს ასე და შესაბამისად უფრო ფართო წარმოდგენას შეგიქმნით, რასთან შეიძლება გქონდეს საქმე. დავიწყოთ რა თქმა უნდა თვითონ პლანეტა სატურნიდან. პლანეტა სატურნი ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პლანეტაა, მაინც და მაინც თუ გამოვყოფთ, იმიტომ რომ ეს პლანეტა ძალიან ბევრ რაღაცასთან არის დაკავშირებულია კარმასთან, დაკავშირებულია რეგულაციებთან, წესებთან, სამყაროს მოწესრიგებასთან და ასე შემდეგ. და რატომ არის ასე? მოდი ცოტა საწყისებში წავიდეთ, ეს ისტორია სადღაც სხვა ვიდეოში აუცილებლად მოყვანილი მექნება, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვყვები. სატურნის უკან დგას ეგრეთ წოდებული ღმერთი შანი დევი, რომელიც სპეციალურად იქნა შექმნილი შივას მიერ, იმიტომ რომ შივას მოწყინდა უბრალოდ მობეზრდა ნათელისა და ბნელი ძალების დარეგულირება და მუდმივად შუაში ყოფნა ნათელ და ბნელს შორის და მათთან ასე ვთქვათ რაღაცა საქმების მოგვარება. ამიტომ მან შექმნა ძალა, რომელიც ამას დაარეგულირებდა მისი ჩარევის გარეშე. და ეს ძალა არის სწორედ შანი დევი, ანუ ღმერთი შანი, რომელიც არის ნახევრად ბნელი და ნახევრად ნათელი ღმერთი. ამას თავისი სიმბოლური ისტორიაც აქვს, იმიტომ რომ შანი დევი, ანუ სატურნი არის მზის შვილი, რომელიც არის გაჩენილი მზის, ანუ მამა ყავს მზე, ხოლო დედა არ არის მზის მეუღლე, არამედ მისი მეუღლის ჩრდილი. ასე რომ ნახევრად ის არის მზის შვილი, ხოლო ნახევრად დედის მხრიდან ის არის აჩრდილის შვილი, ასე გამოდის. ანუ მასში არის აბსოლუტურად დაბალანსებული ბნელი და ნათელი მხარეები, რაც მას ნიშნავს, რომ შანი დევი არის აბსოლუტურად მიუკერძოვებელი ბნელისა და ნათელის მიმართ, ანუ აბსოლუტურად არის განწყობილი და აბსოლუტურად დამოკიდებულება აქვს ძალიან ესეთი სუფთა და არავის მიმართ არ იქნება მიკერძოებული, არც ნათელის მიმართ და არც ბნელის მიმართ, ხო? ის იქნება აბსოლუტურად ჭეშმარიტად სამართლიანი და სწორედ ამ ძალით დაიბადა და ამ უნარით შანი დევი, რომ სწორედ ესეთი შინაგანი სისწორიდან გამომდინარე დაებალანსებინა შემდეგ სამყაროში არსებული ძალები, ნათელისთვის მიერგო ნათელი და ბნელისთვის ბნელი და მოკლედ კარმა აღესრულებინა და სწორედ ამ ფუნქციით არის დაბადებული შანი დევი, რომელიც ასტროლოგიურ უკაში შემოდის როგორც პლანეტა სატურნი. ნიშანში და სახლში, რომელშიც იმყოფება სატურნი მიმდინარე თან თითოეული ადამიანის ნათალურ უკაში, არის ის სფერო, სადაც სატურნი ძალიან ბევრ გამოწვევას გამოგზავნის ადამიანს, თუნდაც მსოფლიოს და იქნება ძალიან ბევრი წინაღობა, რომლის გადალახვაც მოუწევს ადამიანებს და თითოეულ ინდივიდს. და იმ სფეროში, სადაც სატურნი ყავს ადამიანებს, იქ ძალიან ვიწრთობით და ყოველთვის სატურნი ძალიან ბევრს გთხოვს ხოლმე. სატურნი ბოლო დაახლოებით 3 წელი იმყოფებოდა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ხოლო ახლა გადადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში. და მოდი გავიაროთ ზოგადად რას ნიშნავს მერწყულის თვისებები, რა არის და რა არის თევზების თვისებები და როგორ შეცვლის სატურნის გადასვლა ზოგადად სამყაროს. მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი არის ველი, სადაც არის ძალიან დიდი არეალი და სივრცე ადამიანების გაერთიანების, ადამიანების რაღაცა საერთო პროექტებზე მუშაობა
მუშაობის, ტექნიკური განვითარების, ტექნოლოგიური უბრალოდ განვითარების და ადამიანების, ასე ვთქვათ, თავშეყრა რაღაცა გაერთიანება იდეოლოგიურად საერთო რაღაცა თემების გარშემო. შესაბამისად, როდესაც სატურნი მიმდინარეობდა მერწყულის ზოდიაქოში და ახლაც მიმდინარეობს, ახლა მთავრდება ეს ტრანზიტი ამ ეტაპზე იყო ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, გაერთიანებების, საერთო რაღაცების მიმართ, საერთო იდეების მიმართ და სწრაფვა რაღაცა ერთიანობისკენ და საერთო რაღაცა კარგი იდეებისკენ, ხო? შეიძლება ეს ეხებოდა კიდეს ტექნოლოგიებს ან რაღაც ესეთ განვითარებად სფეროებს, ხო, სამყაროში. მაგრამ მერწყულის ზოდიაქოს ნიშანი არის მეტად უფრო სტრუქტურული, ვიდრე თევზების ზოდიაქოს ნიშანი, იმიტომ რომ თევზები ძალიან დიდი განვითარების პოტენციალის მატარებელი ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა თევზებში იშლება ყველანაირი ზღვარი და ყველანაირი საზღვარი საერთოდ, ანუ არაფერი არ არსებობს, რაც რამესთან გაყობს, ანუ სრულიად გამთლიანებისა და ჰარმონიზაციის მდგომარეობაა, ხო? შესაბამისად, როდესაც მერწყულიდან სატურნი გადმოვა თევზებში, აქ წაიშლება რაღაცა ზღვარი, ხო? შეიძლება ეს ზღვარის წაშლა ეხებოდეს როგორც საზღვრებს შორის ზღვარის წაშლას, ან ეხებოდეს თუნდაც ადამიანის ცნობიერებაში რაღაცა ზღვარის წაშლას, ხო? ასევე თევზები, ანუ ორი თევზი გვაქვს ხო სიმბოლურად გამოსახული და თევზების ზოდიაქოს ნიშანი ასევე აერთიანებს საპირისპირო რაღაცაებსაც, ხო? შეიძლება ორი საპირისპირო სფეროს გაერთიანება მოხდეს, ან რაღაცა მსგავსი. ამიტომ ის ყველაფერი, რაც ესე ვთქვათ, მერწყულში შენდებოდა რაღაც საერთო იდეების გარშემო, ახლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში სატურნი დაიწყებს საზღვრების წაშლას და ოღონდ აუცილებლად თან დატესტვას მატერიალურ საჭიროებებზე. ანუ გულისხმობ იმას, რომ მართალია თევზები არის უფრო ფართო და უფრო, უძირო შესაძლებლობების ნიშანი, ვიდრე მაგრამ სატურნი აქ რომ შემოდის, ჩვენ გვიწყობს მაინც გარკვეულ რეგულაციებს. და ყველაფერი, რაც აი ამ თევზების ზოდიაქოს ნიშანში დაიბადება, აი ამ ველში, მომდევნო 2 წელიწად-ნახევარ-3 წლის განმავლობაში აუცილებლად დაიტესტება სატურნით საჭიროებაზე, იმიტომ რომ სატურნი ასევე სოციალური პლანეტა არის, ანუ ის მასებს და სოციუმს წარმართავს და შესაბამისად თითოეულ სახში და ნიშანში ის ყოველთვის შემოდის რეგულაციებით იმისთვის, რომ ეს რაღაცები, რაც იქნება შექმნილი და იქნება განვითარებული კონკრეტული ნიშნებიდან გამომდინარე, აუცილებლად იყოს ასევე მორგებული სოციალურ მოთხოვნებს და საჭიროებებს, ხო? თევზების ზოდიაქოს ნიშანი პირველ რიგში არის უდიდესი შემოქმედებითობის ნიშანი, ხო? აქ არის ალბათ იქნება აყვავება მხატვრების, მუსიკოსების და ზოგადად ხელოვნების სფერო ძალიან აყვავდება, ვისაც გააქვთ ხელოვნების შესაბამისი ნათელი რუკა. ეს არის თქვენი დრო, შეგიძლიათ აქ გამოვლინდეთ და თქვენი პროექტები, თქვენი შემოქმედებითობა გამოიტანოთ ფართოდ სამყაროში. ოღონდ მოდი აქ გავუმიჯნავ იმას, რომ ჩვენ კიდე ერთი ზოდიაქოს ნიშანი გვაქვს, რომელიც ასევე შემოქმედებითობის ზოდიაქოს ნიშანი არის, ეს არის ლომის ზოდიაქოს ნიშანი, თუმცა ლომი და თევზები ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან იმით, რომ ლომის შემოქმედებითობა არის უფრო ეგოზე კონცენტრირებული, ანუ მეზე კონცენტრირებული, მე რას ვაკეთებ, მე როგორც სუბიექტი, მე როგორც ადამიანი, მე როგორც წინა პლანზე მყოფი ობიექტი, ხო? ხოლო თევზების შემოქმედებითობა არის, აი ყველანაირი საზღვაო იშლება და ჩვენ ვართ ყველა ერთიანი, აი ამ ლოზუნგის ქვეშ შემიძლია გავაერთიანო ეს იდეა. შესაბამისად, აი თუნდაც ჰიპების მოძრაობაც სწორედ როდესაც თევზებში იმყოფებოდა სატურნი, მაშინ ვითარდებოდა, სადაც ეს იდენტობა, მე ვინ ვარ, შენ ვინ ხარ, წაიშალა და რაღაც ერთიანი ადამიანების სიყვარულის, შემეცნების, ერთმანეთზე გვერდზე დგომის და აი ამ უფრო ფართო და უფრო უპირობო ცნებების გარეშე გაერთიანდა ადამიანები. შესაბამისად, ეს პერიოდი არ არის მაინც და მაინც ინდივიდუალური გამოვლინებისთვის, როგორც აი ინდივიდუალურს გულისხმობ, აი რაღაცა მარტო ჩემი ერთი ისტორიის გატანის შესახებ არ არის, ანუ თევზების ზოდიაქოს ნიშანი უფრო არის შემოქმედებითობა, როდესაც ერთი ისტორიის გარშემო ქმნი ისეთ ემოციას ადამიანი, რომელიც ყველასთვის არის მიწუდენადი. აი როგორც მაგალითად ფილმი ტიტანიკი, ხო, ერთი რაღაც ლოკალური
გემის ისტორიაზე და სასიყვარულო ისტორიაზე გადაღებული ფილმი, რომელიც ხოთ შორის ასევე თევზებში სატურნის პერიოდში არის გადაღებული. მოხდა რა, რომ განზოგადა ის ემოცია, რომელმაც ყველას გულამდე მიაღწია, ხო? აი ასეთი მარტივი და ემოციური შემოქმედებითობის პერიოდია, ხოთ შორის ჰარი პოტერიც ამ პერიოდში არის დაწერილი, როცა სატურნი თევზებში იყო მარტივი რაღაცა ზღაპრული ისტორია, რომელიც ყველამდე მივიდა, ხო? და უფრო რაღაც ესეთ ფართო იდეებზე დაყრდნობილი ისტორია, რომელიც ძალიან თბილი და ტკბილი იყო მთელი დედამიწისთვის. შესაბამისად, თუ მსგავსი რაღაცა ემოციური შემოქმედებისკენ გაქვთ მიდრეკილება და თქვენი რუკა მაგას იუწყება, მაშინ თქვენთვის ძალიან კარგი პერიოდია, რომ მაგ მიმართულებით საკუთარი თავი განავითაროთ. აქვე რა თქმა უნდა აღვნიშნო ვიზუალური ხელოვნება, იმიტომ რომ სატურნის თევზებში ტრანზიტის დროს ყოველთვის ძალიან მაღლა დგას ხოლმე ვიზუალური შემოქმედებაც. მაგალითად, პირველი კომიქსი ზუსტად სატურნი როცა თევზებში იმყოფებოდა, მაშინ გამოიცა, ეს იყო სუპერმენი და მაქედან 30 წლის შემდეგ, როცა ასევე სატურნი თევზებში იმყოფებოდა, იყო ვიდეო თამაშების აღმავლობის ხანა და მოკლედ ძალიან განვითარდა ეს ვიზუალური შემოქმედებითობა და ხელოვნება შესაბამისად ამ ტრანზიტის განმავლობაში, ანუ ახლოს 2 წელიწად, 3 წლის განმავლობაში აუცილებლად რაღაცა ხელოვნების ბუმი იქნება სხვადასხვა მიმართულებაში და შეიძლება დაიბადოს კიდეც რაღაც ახალი მიმართულება, ხო, როგორც კომიქსები დაიბადა, ვიდეო თამაშები დაიბადა, რაღაც აი ასეთი ახალი მიმართულებები შეიძლება შეიქმნას. ასევე რა თქმა უნდა ტექნოლოგიებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და ამ ეტაპზე შეიძლება რომ ეს ყველაფერი ხელოვნური ინტელექტთან ძალიან კარგ სინთეზში იყოს გაჯერებული და რაღაცა კარგი დუეტი შექმნას ამ ორმა დარგმა ზოგადად, რაც მერე ხელოვნების სფეროში ძალიან კარგად გამოვლინდება. ასევე წარსულიდან შეგვიძლია გავიხსენოთ, რომ 1996 წელს, როდესაც ასევე სატურნი იმყოფებოდა თევზებში, პირველი კლონირება მოხდა, ცხვარი დოლი, ყველამ ვიცით ეს ისტორია და ეს იყო ასევე ტექნოლოგიური ძალიან დიდი სიტყვა ნათქვამი ისტორიაში და აქედან გამომდინარე, ახლა წარმოიდგინეთ ამ ციკლში რამხელა მასშტაბების გასაქანი შეიძლება ქონდეს მსოფლიოს უკვე ხელოვნური ინტელექტით და ხელოვნების მიმართ ესეთი რაღაცა განვითარებული მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე აუცილებლად უნდა შევეხო იმ სფეროებს, რომელიც დაკავშირებულია ფსიქოლოგიასთან, ეზოთერიასთან და ისეთ სფეროებთან, რომელიც არის ცოტა ესეთი ხო თევზების, ასე ვთქვათ, ველში, რომელიც კარგად ჯდება და აუცილებლად იქნება ასევე ამ სფეროების განვითარებაც და აუცილებლად შეიძლება მოხდეს რაღაცა სინთეზირებაც, ან ახალი სიტყვა ითქვას ფსიქოლოგიაში, ან რაღაცა განშტოება მოხდეს, ან რაღაცა მსგავსი. და ნუ რა თქმა უნდა, აქ სატურნი ითხოვს ოღონდ აუცილებლად პატიოსნებას, აუცილებლად რაღაცა სტრუქტურულად ამ ყველაფრის განვითარებას, იმიტომ რომ სატურნი თევზებში არ მოგცემს იმის უფლებას, რომ მიხოცო რომ თევზები ძალიან დიდი ინტუიციის და დიდი გასაქანის ნიშანია, ხო? რომ აი რაღაცა ზღვა ფანტაზიებში შეიძლება ადამიანი გავიდეს და შემოქმედებითობაში, სატურნი ამ შემთხვევაში გთხოვს სტრუქტურის შექმნას ამ ყველაფერში, ხო? და ითხოვს იმას, რომ თუ რაღაცას ვაკეთებთ, ეს იყოს აუცილებლად ლეგალური, აუცილებლად დადასტურებული, სინთეზირებული და ასე შემდეგ. ანუ იმის თქვა მინდა, რომ ამ პერიოდში გამოაშკარავდებიან ძალიან ბევრი ადამიანები, ვინც ასეთ სფეროებში არ იყვნენ კვალიფიციურები, სარგებლობდნენ რაღაც ინტერნეტ სივრცეებით, იმიტომ რომ ინტერნეტში ხშირად რაღაცები არ მოწმდება, ვინ არის და რა არის ადამიანი, ან კვალიფიციური თუ არა, გარკვეული რაღაცა სერვისისთვის ან პროდუქტისთვის რომ შევიძინოთ მათგან და შესაბამისად აი სწორედ სანამ სატურნი ახლა გადავა ხო თევზების ზოდიაქოს ნიშანში ბოლო წელიწადნახევარი თევზებში აღმავალი კვანძი ანუ ეგრეთ წოდებული რაჰუ იმყოფებოდა და რაჰუ არის სწორედ ის პლანეტა რომელსაც შემოაქვს ილუზიები და ბოლო წინა წელიწადნახევრის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი შეიძლება შეუერთდა ამ სულიერ ეზოთერულ თუ ფსიქოლოგიურ კოუჩინგურ და ასე შემდეგ სფეროებს, ხო, იმიტომ რომ რაჰუ შემოიტანდა დიდ ილუზიას, რომ მასიურად ახლა ამ სფეროებში უნდა შევიდეთ, მაგრამ რაჰუ არის უფრო ქაოსის და უფრო პირველადი იმპულსი არის, ხო, ანუ აქ არ მოითხოვება, რომ ადამიანი პროფესიულად შევიდეს რაღაცა სფეროში და შესაბამისად ეს ბოლო წელიწადნახევარი ძალიან ბევრი ადამიანი დაიწყებდა მსგავს მიმდინარეობებში დაკავებას და მუშაობას და ასე შემდეგ. თუმცა ახლა სატურნი უკვე როდესაც გადმოვა
თევზებში უკვე მოითხოვს აქ დიპლომს, სერტიფიკატს, შეიძლება თვითონ ძალიან მასობრივად მოხდეს, მაგალითად დიპლომების მოთხოვნა რაღაცა სფეროებში ან რეგულირება რაღაცნაირად ამ სისტემების. ან შეიძლება, არ ვიცი, საგადასახადომ გადაწყვიტოს, რომ რაღაცა დაიჩარჯოს ეს სფეროებიც, ან რაღაცა რეგულაცია მოკლედ მოხდება ასეთი სფეროებისაც და წინა წელიწადნახევრის განმავლობაში როცა ყვაოდა, ასე ვთქვათ, ეს სფეროები და ყველას შეეძლო უბრალოდ ინტერნეტთან წვდომა თუ ქონდა, რომ მსგავს სფეროებში მოღვაწეობა ქონოდა, ცხოვრებაში ახლა ეს აღარ იქნება და სატურნი უკვე მოაშორებს ყველა იმ ადამიანს ამ სფეროებიდან და რაღაცნაირად შეეზღუდება ამ ხალხს, ვინც არ არის კვალიფიციური და ვინც უბრალოდ რაღაცა თავის სურვილზე და ნებაზე აკეთებდა რაღაცებს ცოდნის და კვალიფიციის გარეშე. ასევე ზოგადად თევზები ქალწულის ღერძი არის ყველაზე ისეთი გამოხატული ღერძი, რომელზეც ხდება ხოლმე ძალიან ბევრი შარლატანობა, სკამერობა, ეს თაღლითობა და ასეთი რაღაცები. შესაბამისად, როდესაც აღმავალი და დაღმავალი კვანძები ახლა გადის თევზების ზოდიაქოს ნიშანში, თევზებში და ქალწულში, ხო? შესაბამისად, ბოლო ეს წელიწადნახევარი ძალიან ბევრი სკამერები და ეს შარლატანები და მსგავსი ადამიანები იქნებოდნენ და აი სწორედ როცა სატურნი უკვე გადავა თევზებში, მანდ უკვე ეს ყველაფერი მორჩება და ადამიანებს დაეკეტებათ მსგავსი საშუალებები, თუ ვინმე არ იქცეოდა პატიოსნად იპარავდა, თაღლითობდა, რაიმე მსგავსი, ასე რომ ასეთი ხალხი მოშორდება ბაზარს ზოგადად და დაიჭერენ ან რაღაცა სხვა პრობლემების გამო მოკლედ შეეზღუდებათ იგივე საქმიანობების განვითარების შესაძლებლობა. საუკეთესო პერიოდი არის რეჟისორებისთვის, მწერლებისთვის, მუსიკოსებისთვის და სხვადასხვა ჟანრის ხელოვანი ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ეს ტრანზიტი იძლევა სწორედ მაგის საშუალებას, რომ თუ საკმარის შრომას ჩადებთ და თუ ისეთ პროდუქტს შექმნით, რომელიც სამყაროსთვის არის რელევანტური და ამ ეტაპზე სამყაროს ეს ჭირდება ახლა, იმიტომ რომ სატურნი სწორედ ამას განაგებს, ხო, რომ თუნდაც აღმავალის ტრანზიტით ეს წელიწადნახევარი თუ ყველაფერი შეგვეძლო ამ თევზებში შეგვექმნა, ყველანაირი შემოქმედება გვეცადა და ესე გაუფანტულიყავით და გაუფართოებულიყავით. ახლა სატურნი უკვე გვეუბნება და გთხოვს იმას, რომ მხოლოდ ის დარჩება დედამიწაზე და მხოლოდ ის იქნება პოპულარული და წარმატებული პროექტი, რომელიც იქნება რელევანტური ადამიანებთან, ადამიანების ემოციებთან, ისეთ ემოციებთან, რომელსაც ყველა გრძნობს, რომელიც ყველასთვის რელევანტურია, რაღაცა ტკივილი, რომელიც ყველას გაუვლია ან რაღაცა ემოციური მდგომარეობა, რომელშიც ყველასთვის ნაცნობია. შესაბამისად, აი ეს ძალიან ემოციური ხელოვნება, რომელიც ყველასთვის ერთნაირია, ხო, ეს რაღაც საკულტო წიგნები და ფილმები ან მუსიკა, რომელიც აი ყველას რო ეხება რა, ახლოს გულში. აი სწორედ ასეთი ხელოვნების პერიოდია და შესაბამისად, აქ შეიძლება ძალიან დაიჩაგრონ ისეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან ინდივიდუალურ და თავის პირად რაღაცა თემაზე უნდათ გინდა დაწერა თუ რაღაცა ფილმის გადაღება, თუ სხვა ადამიანებს ეს გულთან ახლოს არ მივა და ზოგად პრობლემებზე არის საუბრებს და ისეთ ემოციებზე, რომელიც ყველასთვის ერთნაირია, ამ შემთხვევაში ასეთი შემოქმედებითი პროდუქტი არ იქნება რელევანტური, არ იქნება პოპულარული და არ დარჩება, ასე ვთქვათ, დედამიწაზე ამ პერიოდის განმავლობაში. მაგრამ სხვა შემთხვევაში არის სხვა, ასე ვთქვათ, ვისაც გლობალური სიტყვა აქვს სათქმელი დედამიწაზე, მათთვის ძალიან კარგი პერიოდია ამ კუთხით და ასევე ძალიან კარგია თუ დაიწყებთ მაინც თუ არ გაქვთ დაწყებული და ფეხს შეადგამთ ხელოვნური ინტელექტის სფეროში. იმიტომ რომ როგორც ვთქვათ, თქვენ ამ პერიოდში ასევე ხელოვნური ინტელექტის ძალიან დიდი აღმავლობა იქნება და ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის რესურსები იქნება ძალიან კარგად სინქრონირებული ერთმანეთთან და ზოგადად მომავალი ციკლი უკვე დგას აი ამ ორი თემის ნაზავზე და ყველაფერი სამყაროში საუკეთესო რაც შეიქმნება, იქნება ამ ორი რაღაცის ნაზავი. ამიტომ თუ ჯერ არ იყენებთ ან არ ხართ ჩართული ან არ ადევნებთ თვალს ამ სფეროს და არ იყენებთ არანაირ ხელოვნურ ინტელექტს, მაშინ შეიძლება ცოტა ჩამორჩეთ სამყაროს ამ კუთხით და უბრალოდ ძალიან დიდი ადამიანური რესურსის ჩადება მოგიწევთ, რომ დაეწიოთ თანამედროვე თუნდაც მუსიკას თუ ხელოვნებას თუ ასე შემდეგ. ამიტომ ჯობია რომ ამ საკითხებშიც ცოტა წამოწიოთ, ანუ
მაგალითად უფრო ისეთ ადამიანებს ეხება, ვინც მაგალითად ეხლა შეიძლება 50 წლის არის, 60 წლის არიან, უფრო უფროსიც არის, რომლებიც საერთოდ ინტერნეტამდეც ცხოვრება ქონდათ ნაცხოვრები და ცოტა რთულად ურთიერთობენ ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით მათთვის იქნება ეს ძალიან სასარგებლო, იმიტომ რომ ხა ვინც ასე ვთქვათ ინტერნეტის ეპოქის ადამიანები ვართ, ისედაც ადვილად ვითვისებთ ხო რაღაცებს და ამიტომ კარგი იქნება თუ ამ კუთხითაც დავიხმართ ზოგადად ყოველდღიურ საქმიანობაში, რასაც ვაკეთებთ, რა პროფესიაცაც არ უნდა ვიყავთ, ხელოვნურ ინტელექტს, იმიტომ რომ ეს ძალიან ესეთი იქნება ტრენდული იქნება ზოგადად ეს თემა და ძალიან ბევრი ახალი რაღაცა იქნება კიდევ მოგონილი და რაღაცნაირად დამუშავებული უფრო და დახვეწილი აი ამ ტრანზიტის განმავლობაში. ასევე არ შემიძლია არ ვისაუბრო იმაზე, რომ როდესაც სატურნი გადავა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, იქ შეხვდება ის აღმავალ კვანძს, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი პლანეტარული შეერთება და ამაზეც მინდა რომ ცოტაოდენი ვთქვა. სამწუხაროდ ეს პერიოდი საკმაოდ ცოტა ხანი გასტანს, სულ რაღაც თვეინახევარი არის და მე უკვე აღმავალი კვანძი გადავა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, მაისის მეორე ნახევრიდან, თუმცა ეს თვეინახევარი იქნება ძალიან კარგი შანსი თუ მართლა რაღაცა დიდის გაკეთება უნდა ადამიანს შემოქმედებითი კუთხით და თუ უნდა რომ რაღაცა ის საერთო გლობალური რაღაც იდეების გარშემო გაერთიანოს ხალხი და რაღაცა მნიშვნელოვანი გააკეთოს. ან თუ ისედაც რაიმე მსგავს სფეროში არის. ზოგადად აღმავალისა და სატურნის შეერთება საკმაოდ იშვიათი შეერთება არის, ანუ ვედურეთ რომ ახსოვნო რაჰუსა და სატურნის შეერთება და როცა თვითონ ადამიანს ნათალურ უკაში აქვს ასეთი შეერთება, ითვლება რომ ეს არის წყევლის ასპექტი. თუმცა სტანდარტულად ეხა როგორც გესმით, მაგას არ გულისხმობს, რომ რაიმე წყევლა არსებობს, უბრალოდ ამ შეერთებას ეწოდება წყევლის შეერთება. იმიტომ რომ ადამიანს რომელსაც ასეთი შეერთება აქვს, ასეთი ადამიანები უბრალოდ ვერ ისვენებენ. აი თუ გინახავთ ან ფილმები ან წიგნები თუ გაქვთ წაკითხული ისეთი, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი რაღაცა იდეის გარშემო რო ჩაიციკლება და არაფრით თავს არ ანებებს და თან დიდათ რო არ ჩანს რომ ეს გამოუვა და რაღაც ძალიან დიდ მიზანს რო ისახავენ და აუცილებლად რომ უნდა მიაღწიონ და ლამის სიცოცხლის ფასად რომ აღწევენ შემდეგ, აი დაახლოებით აი ესეთი შინაგანი რაღაცნაირი მდგომარეობა არის ადამიანში, რომ აი აუცილებლად, სადაც არის ეს შეერთება, ხო, რომელ სახლშიც და რომელ ნიშანშიც ყავს ადამიანს ეს შეერთება, აი ყველაფერს იზამს, სანამ იმას არ მიაღწევს, რომელ სახლშიც და რა ნიშანშიც ყავს ხოლმე ეს შეერთება ადამიანს. შესაბამისად, ეს შეერთება იძლევა კიდეც მაგის საშუალებას, იმიტომ რომ ადამიანი არ დანებდება, სანამ იმ რაღაცას არ მიაღწევს, ანუ ვერ მოისვენებს, ვერ დაისვენებს, ვერ გაჩერდება. ამიტომაც თქვი ამას წყევლის შეერთება, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამ მდგომარეობით, რომ უბრალოდ ჩვეულებრივ ცხოვრებას ადამიანი დაყაბულდეს და ყველა ადამიანი, ვისაც გავსი შეერთება აქვს, ანუ ყოველთვის ძალიან ბევრს იბრძოლებენ, სანამ თავიანთ მიზანს არ მიაღწევენ ხოლმე და ეს ხშირ შემთხვევაში ძალიან დამღლელია. ხან ფსიქიკა იფიტება, ხან ადამიანს არ ყოფნის ჯანმრთელობა, ან რაღაცა სხვა პირობები და ამიტომაც არის ასეთი რთული შეერთება. მაგრამ საერთო ჯამში ეს შეერთება აქვს ისეთ ადამიანებს, რომლებიც რეალურად ახერხებენ მაგ გარღვევას. და მსოფლიოშიც ესეთი, მაგალითად, გაგარინს ჰქონდა ესეთი შეერთება, ხო, რომელმაც ამხელა გარღვევა გააკეთა სამყაროში და აი სწორედ ესეთი ადამიანები არიან დაჯილდოებული ესეთი შეერთებით. და ეხლაც ჩვენ 29 მარტიდან მაისის მეორე ნახევრამდე ჩვენ გვექნება ეს შეერთება, სადაც ადამიანებს ექნებათ იმის საშუალება, რომ აი ესეთი ძალიან დიდი გაჭრა გააკეთონ და ძალიან დიდი რაღაცა გახსნა რაღაცის თავიანთი პირადი თემის თუ რაღაცა ძალიან გლობალურისაც კი. აი ესეთი საინტერესო ტრანზიტი გველოდება და ზოგადად 2025 წელი ძალიან დატვირთული არის მნიშვნელოვანი ცვლილებებით ასტროლოგიურად და ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, მოგაწვდით, ხოლო შემდეგ ეპიზოდში უკვე მოგაწვდით ინფორმაციას თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის, როგორ ჩაივლის ეს კონკრეტული ტრანზიტი და იმისთვის, რომ უფრო მეტ ადამიანს მიწვდეს ხოლმე ვიდეო, ძალიან გთხოვთ, რომ თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, აუცილებლად დააკომენტაროთ ხოლმე, იმიტომ რომ ეს ეხმარება ადამიანებს, რომ უფრო მეტმა ნახოს კონკრეტული ვიდეო. მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე.